ღვთისმშობლის კვართის დადიანების მუზეუმიდან შესაძლო გატანის საკითხი კვლავ აქტუალურია. ამ თემაზე დღეს სასულიერო პირებმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ზუგდიდში იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა კულტურის სამინისტროს ბრძანება განიხილეს, რომლის მიხედვითაც ხობისა და ფოთის ეპარქიას უფლება აქვს წმინდა სამოსელი 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს ხობის ტაძარში გადააბრძანოს. საუბარი შეეხო პაატა ბურწულაძის იდეასაც, რომლის მიხედვითაც კვართი ერთი დღით მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანდეს. თავად ბურწულაძე ამბობს, რომ ეს მისი იდეა არ ყოფილა და კვართის გადატანა მხოლოდ ადგილობრივების თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. შეხვედრის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული იდეების მიღმა სხვა მიზნები იდგეს, მათ შორის სამოსელის სამუზეუმო ექსპონატად გადაქცევა. მათი განცხადებით, ზუგდიდელები კვართის ქალაქიდან გატანას არ დაუშვებენ. გლეხების პროტესტი კახეთში, ეს და სხვა თემები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. ეს ფედერაცია თქვენია და მეთქვა მშვიდობაში მოვახმაროთ. ზვიად სიჭინავას ფალსტარტი, რატომ გადადგა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დროზე ადრე. რამდენი ხმით ირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტს და რატომ იცვლებიან დელეგატები? არ შეიძლება ერთმა ადამიანმა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა აღმასკომს ხონდა უფლება შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება და წარმოედგინა სხვა კანდიდატურა. პრეზიდენტობის 3 კანდიდატი და მზადება 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ყოველთვის შეიცავს საფრთხეს და არ იცი თუ რა გელოდება წინ. შედეგი შეიძლება სამწუხარო იყოს. არ დაარღვიო საგზაო წესები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ჩვენ დედიკოს იმდენი რამე ახსოვს, საუზმე კი დღესაც დაავიწყდა. ფიროსმანის ნახატი кейფი ვაზის ტალავერში. ეს კი თანამედროვე ინსტალაციაა, რომლის ძირითადი ელემენტი არის ჩუდო. საუზმის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, ჩვენ დედას ჩუდო წამოუღეთ. ჩუდო, ეს წიფეხილის საოცრად მადი საღმძვრელი ჰაეროვანი გემოა, რომელიც გაგრძნობინებთ ახლო ადამიანების სიყვარულს მაშინაც კი, როდესაც ამას არ ელოდებით. ასე საოცრად არასოდეს მისაუზმია. ჩემი საყვარელი, ჩუდო. მხოლოდ ამზაფხულს დირსიში სამოთახიანი ბინები $650-დან. შეიძინებინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, ვოლოდინზე მეტი 274-04. არ ყოფნის ენერგია. გასინჯე ახალი იაკობს დინამიქსი. შეიგრძენი ყავის ძლიერი ენერგია. ახალი იაკობს დინამიქსის 3 ერთში. დაიმუხტე. Head and Shoulders-ი. სისუფთავე, რომელსაც ინარჩუნებ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. შეინარჩუნე ჯანსაღი და ძლიერი თმა. სისუფთავე მთელი დღის მანძილზე. Head and Shoulders-ი 100%-ით ცოცხალი თმა. პორტალი MyMakti, ეს არის Makti-ის ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებ, შეიძინო და ავტომატურად განაახლო ნებისმიერი პაკეტი, შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე 20-ზე და SMS-ით მიიღე MyMakti-ის გადმოსაწერი ბმული. MyMakti, უახლესი ტექნოლოგიები Makti-ის ხარისხით. ჰამბურგი, წვიმა. თავსხმა წვიმა, მაგრამ ჩემი ვარცხნილობა ყველაფრისთვის მზადა. ინოვაცია შვარცკოპისაგან. Taft Ultimate, ფიქსაციის უმაღლესი დონე, ლოს-ანჯელესი. ცხელა. ვარცხნილობა შესანიშნავია. საიმედო ფიქსაცია და ბზინვარება. Taft Ultimate, შვარცკოპისაგან. სამოდელო სააგენტო კატრინი წარმოგიდგენთ.
პირველად საქართველოში მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალს მის პლანეტა 2015 12 სექტემბერი 20 საათი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი პროექტის მხარდამჭერია კომპანია ერეთი და გოლფ კლუბი ამბასადორი კაჭრეთი ბილეთები გაიყიდება ფილარმონიის სალაროებში საზოგადოებრივი კოლეჯი 21 საუკუნე გიწევთ სასწავლებლად თბილისში, წალკასა და ბათუმში პრესტიჟულ სპეციალობებზე ჩარიცხვა უგამოცდოთ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი ბეტეკის ცებოცემენტი ახლა უკვე 11 ლარი მთელ საქართველოში ბეტეკი გერმანული ტექნოლოგია საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 8-ზე. კახეთში რთველი აქტიურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გლეხებს პროტესტის მიზეზი უკვე აქვთ. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს სიღნაღის რაიონში. სოფელ ვიქირში რამდენიმე სოფლის ადგილობრივმა აქცია გამართა. მევენახეების პროტესტი ყურძნის ფასმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სუბსიდირება წელსაც უსვლელია, ისინი ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და ღვინის კომპანიებს მეტი ყურძნის მიღებისკენ მოუწოდებენ. ფუჭდება. ვენახი ყურძენი ფუჭდება, შეხედეთ. და ხალხი არის აღრიებული და არიციან რა ხნან. ავთანდილ ქურდაშვილი წელს 5 ტონამდე მოსავალს ელოდება, მაგრამ შიშობს, რომ სასურველ ფასში ყურძნის გაყიდვას ვერ შეძლებს. მევენახი ამბობს, რომ რქაწითელის ნაწილი უკვე დაკრიფეს, თუმცა ქარხნებს ყურძნის მიღება ამ დრომდე არ დაუწყიათ. შაშან მანეთი მოგწე ხალხი გახარებული იყო ვაზებს მიუმატე პლანები უხარო და ყარუპერი ახალი ჩაყარავაზმა დღეს კიდენეთ უყვედა ერთი მეორეს შავჩირებთ რა ვხნათ დავაყარო რა რამდენი მექნება რამდენს დავწურამ ან იმდენი ყვლო რა უყო ყურძენზე დაბალ ფასს აპროტესტებს სიღნაღის რაიონის 5 სოფლის მოსახლეობა. მათი თქმით, ფასი მიზერულია და გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. ღვინის ქარხნებთან ერთად მოსახლეობას პრეტენზიები ხელისუფლებასთანაც აქვს. ყველაზე დიდი ქარხანა აიგე უპატრონო ტაგდია. მე ანაგერ კაცმა რაც უნდა წავიღო თელავში ჩასაბარებლად. რამდენი ფული გირდება იწირო იქ ჩავიტანო მე. ყველაზე ადრე შემოდი, 2 კვირით ადრე, 3 კვირით ადრე. სანამ ღვინი მარნები მიიღებენ, ეკონომიკურ ყურძენი იქნება. ეს 74 ხარჯებს აიფანავს, დაჟე ვერ აიფანავს. ვაქირში სიტყვიერი დაპირისპირება რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გამოჩენას მოყვა. სოფელში მობილიზებული იყო პოლიციაც. ყველა ხუთმეტი თეთრი მომენტი მეჩები მოსავალი უნდა გავანადო. დაუჯდეთ, ვაგდემა ეგეც გავია. პატივსამცემ, მომენტი ზონა. ამ პრობლემის შესახებ იცის ყველა, ან უნდა იცოდეს ყველა. და მიუხედავად ამისა, არ ხდება სათანადო დროს, სათანადოდ მომზადებული სახელმწიფო რაც ადრე ეხმარებოდა, იგივე სუბსიდია ამჟამადაც მიდის. სახელმწიფო ეხმარება რის საშუალებაც აქვს. რაც შეეხება ქარხნებს, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, რომ იმან მიიღოს ლარნახევარში, ორლარში და თუნდაც 70 ამას თვითონ ბაზარი დაარეგულირებს. აქციის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ შეხვდა. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფასების დადგენაში ვერ ჩაერევა. ქარხნები კი ყურძნის მიღებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ჯერ კიდევ შეიძლება დაცდა რამდენიმე დღე, თუმცა ამ კვირაში ალბათ სიგნალში კრეფა დაიწყება. ხარისხიან ყურძენს სახელმწიფო იყიდვის თუ გაჭირდა, თუმცა სახელმწიფოს ფასი იქნება ალბათ თვითმხილველების ფასი, ესე ცოტა მეტი, მაინც ჯობია კერძო სექტორთან მოლაპარაკება შედგეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებებმა მევენახეები არ დააკმაყოფილა, თუმცა აქცია იმ იმედით დაიშალა, რომ ქარხნები უმოკლეს დროში გაიხსნება და ყურძენში სასურველ ფასს შესთავაზებენ. აზერბაიჯანულმა ტელეკომპანია ATV-მ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა. კლიპში მოვლენები ტაძრის სალოცავში ვითარდება, სადაც კათოლიკე მსულების სამოსში გამოწყობილი ორი პიროვნება სასულიერო პირებს ფიზიკურად უსწორდება და აღმოჩენილ განძთან ერთად მიიმალება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტელეკომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კლიპი არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად. ამას წინ უძღოდა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც რელიგიური გრძნობების უგულებელყოფაზე იყო საუბარი. ის გამო საპატრიარქომ ოფიციალური წერილით აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის